მერფადანის დაღაზიეროს გაიხარეთ სიყვარულში. გავძლიერდეთ სიყვარული მართლაც საოცარი ბიძგია, საოცარი მოტივაცია, ხო? საოცარი სულიერი სტიმულია ქრისტეს მიერ სიყვარული, რომელიც გვაძლიერებს და მისისაკენ უკეთესიო გავხდეთ, თუმცა გაიხსნა სამისაკენ გვასწავლოს სიყვარული როგორც შეშადროთა საწვავი, შეშადროთა სიყვარული როგორც სტიმული, როგორც აღმოსებელი, მამოძრავებელი ძალა, რომელიც ჩვენზე გარედანაც და ჩვენში იმიტანაც მოქმედებს. ყველა მხრიდან გვარის საქმე მოქმედებს საქმე. სიყვარული არის ის სტიმული, რომელიც მეტაფიზიკური ძალისხმევის უნარჩვევას გვაძლევს. ეს მეტაფიზიკური ნაბიჯი, რომელსაც სიყვარული გვადმევინებს ამ რეალობასთან შეხვედრისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რეალობა ძალიან მძიმეა, მკაცრია და სასტიკია. რეალობა ამას სოფლისა არასდროს ქრისტიანის მხარეს არ და ვერ არის. ქრისტიანი ყოველთვის აღებულია ამას სოფლი და ყოველთვის ამას სოფლის დილების საწინააღმდეგო მიცურავს. ესეთი არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ აუცილებელია, რომ ქრისტიანმა თავდაცვის სულიერი თავდაცვის და გამომწვევი და სხვა ემოციონალური და ხორციელი თავდაცვის მეთოდები ეკლესიური მეთოდები გამოიყენოს იმისათვის, რომ დაცული იყოს, ფილტრი დაუდგოს. ჯერ პირველად საკუთარი თავის გამოსვლებით დაიწყოს, ფილტრი დაუდგოს. რომ თვითონაც და იმ გარემოსთან ურთიერთობის ფილტრი, რომელიც არის გამწმენდელი. ანუ ცნებების აღსრულება, ხონა ცნებების აღსრულება არის ეს ფილტრი და დაცვა. ცნებები თავისთავად ადამიანს ისეთ ქსოვილში, სჯულის ქსოვილში ათავსებს, რომ იგი ცოცხალ ორგანიზმში, როგორც მრევლი, ცოცხალი ორგანიზმი, ასევე გარემო ცოცხალ ორგანიზმში და ცოცხალ სტიქიაში ხდება, მადლის სტიქიაში ხდება. და ეს მადლი ზოგჯერ ადამიანი ვერ საცნობიერებს ამას, როგორ იცავს მას, ხილული თუ უხილავი მტრებისაგან. როგორ იცავს და ზოგჯერ იმდენად ვერ აცნობიერებს ხოლმე ამ დაცვას, რომელსაც უფალი, როცა თევზებს გაშვებულ სჯულის წყალში, ქრისტეს ბადეთი დაჭერილ თევზებს, გვიცავს ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ ხოლმე, თუ რა ისგან და როგორ გვიცავს. და არადარასა შიშად დავდივართ, რომ პავლემოც გვიანობს, ხო? ხილვად ხალხი შეშენდა ხალხს. და მადლობასაც კი არ მომთხოვდეს ზოგჯერ იმდენად ვერ ხვდებით. და მე რო გამიზრდები, მე აფიქრე თითქოს ესე როგორ მოხდა. გონია რომ თავისთავად მოხდა და თავისთავად უნდა მოხდარიყო, არა? ან შემთხვევით იყო. შემთხვევით კი არ იყო, თავისთავად არის. ეს მოხდა და ჩვენი უცოდინარობისა და გულისხმობის გამო გვეგონა შემთხვევით, გვეგონა რომ ჩვენ თვითონ რაღაცა გავაკეთეთ და ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ფონს. არა, ეს უფლის დახმარება ის. ამიტომ ეს ფილტრი არის ზუსტად ამ ცნებების დაცვა, ლოცვა, მარხვა, ამას მეტი ფილტრი დაცვა რა გინდა და განცმენდა მარხვა, ლოცვა და რა თქმა უნდა უმაღლესი საიდუმლო ზიარებას. რაც ადამიანის მენტალურ თვითცნობიერებას, ასე ვთქვათ, ცნობიერებით მიზანსწრაფას, ქრისტეში საკუთარი თავის შემეცნებისას ზრდის და აფართოვებს ადამიანს, აფართოვებს. რატომ უნდა მოვინანიოთ? იკითხავს ზოგი, რატომ უნდა მოვინანიოთ? იმიტომ რომ გამოასწორო წარსული. ეს ერთი ქსოვილია, წარსული აწყო მომავალი. შენ არც წარსული ხარ, არც აწყო ხარ და მომავალი კიდე ღვთისაა. რაც დიახარ აი ამ დღეს, აი ამ მექვსეულ ყოფობაში, მარადყოფიერებისა, აი ეხლა და აქ სრულად ის ხარ. ამიტომ წარსული უნდა გამოასწორო, რომ ის არ გენერირებს გამოვიდებულ აწმოს და ჯვარგცელია გამოვიდებულ მომავალს, ხო? ამიტომ უნდა მოვინანიოთ, შევცვალოთ ჯერ აწმო და მერე ღვთის მიერ როგორც იქნება მომავალი, ისე იქნება. ყველაფერი გამოსწორებადია. უამრავი შხამებია გარშემო, უამრავ შხამს ვიდეთ, უამრავ ტოქსინებს ვიდეთ. როგორც ხორციელს, ესე ემოციონალურს, ისე მენტალურს. უამრავს. ჩვენ თვითონაც ხელს უწყობთ ამას, არასწორი აზროვნებით, არასწორი მეტყველებით, არასწორი ქმედებით. ჩვენ თვითონაც ხელს უწყობთ ამას. როგორც ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ ყველაფერი შხამია, გააჩნია დოზას. ზოგიერთი დოზა
შხამისა უკვე წამალად იქცევა. წამალის ბევრი მიღებული რა სხვა თემაა, მაგრამ ბევრი მიღებული შხამში გადადის უკვე წამალს ადამიანს, ხო? თორე თავისთავად შხამის წამალია, ხო, გვერდის შხამის დასაჭერად. შხამის უნდის გარკვეული პროპორციით უნდა იქნეს სამედიცინო რჩევები დაგეგმილი, თორე გააჩნია ამ შემთხვევაში. ამიტომ კიდევ უნდა ვიყო და დიდი ცოდნა არის საჭირო ამისათვის. სიბრძნე მარჯვნისა და მარცხენის დარჩენის. მეცადოთ მოკლედ რომ მეტი ვილოცოთ. სიყვარული მახსენე და ისევ და ისევ ეს სიყვარული არ დავკარგოთ ღვთისა. მეტი პატიების გზნობა გქონდეს, ეს ყველაზე კარგი დაცვა არის და ფილტრია წვახსენე. მეტი საზმუნებრივი ისე ვთქვათ ცოდნა, სიბრძნე და სულიერი მასშტაბი გქონდეს, რომ მეტი წყალობა და მარჯვნივ ვიყოთ. როგორც ამაში განსაცდელები ძალიან ბევრია, დღეს მით უმეტეს ამ ჩვენ ცხოვრებაში ამ წინმე დროში ჩვენი სულიერი ჭურჭელი უამრავ ბრძოლას და თავდასხმას განიცდის, ვისით და გამითაც. ამიტომ დიდად უნდა სულ ჩაჭიდებული ვიყოთ ქრისტეზე, სულ უნდა ვილოცოთ. სულ ამას ვამბობ, მოუკლებლად უნდა ვილოცოთ. მოუკლებლად არ უნდა მივატოვოთ ლოცვა, თუ შეძლებთ ამას და შეძლებთ ლოცვა არ უნდა მივატოვოთ. ეს დიდი ძალისხმევაა, მაგრამ ამ ძალისხმევით როგორც კი გამოგაფხიზლებს რაღაცა ძალა, ბავშვი ლოცვა გადის, აი არ უცნობ შემდგომ. რაღაც მომენტში რაღაცა მებსოლდაელობაში რომ და გამოასწრო და გააგზავნა. მოგრის კურთხევით, რა თქმა უნდა. მოგრის კურთხევით. რომ ისე გააკეთო, რომ შეგეძლოს რაღაც პერიოდები მაინც სულ თუ არა უწყვეტი ლოცვის მდგომარეობაში იყო. და აი ამ მდგომარეობაში შენ უკვე დაცული ხარ და სულ უნდა სულიერ მღვიძარებას ინარჩუნე. ძილშიც კი წარმოვიდგინე, მაგრამ ძილშიც კი მღვიძარე ხარ სულიერ. ეს თავისებური მდგომარეობაა. ბევრი დაკისრება. ძილშიც მღვიძარე მდგომარეობა. ღამეც წინაშე შენსა, ხო რომ სამონოშია. ღამეც წინაშე ღვთისა. მღვიძარე. ანუ ძინავს ხორციელობა სულიერად ვიძილი, არც სულიერი ვიძილი, არც ფიზიოლოგიური სიფხიზლეში წყდება და არც ფიზიოლოგიური ძილში. სულიერად სულ სათყოფნა მღვიძარებაშია და არ გათიშული არ არის. ძინავს, მაგრამ იცის რა ხდება გარშემო. რაღაც ესეთი აი ეს არის მეტაფიზიკური შეგრძნება არის ესეთი მდგომარეობა. ეს ცოტა საფრთხილოა, მაგრამ მოგრის კურთხევით ეს თავისთავად ამის ძიება არ არის საჭირო. თვითონ ეს გვიძარება მოვა. ილოცე, განიწმინდე, ეზიარე, გააგრძელე ეს რაც საჭიროა, ეს ყველაფერი ნორმები, რეჟიმები დაიცავი და ეს რაც საჭიროა მოვა. ეს ხდება, მიიღწევა, მაგრამ მირიბად ხდება, ასე შეიძლება იყოს. ამიტომ მინდა ეს ისურვო. ვინძლებს ამდენ ბოროტებას, ამდენ ნეგატივს, ამდენ დაბკოლევებს და ამდენ ასე ვთქვათ პრობლემებს და ბარიერებს, ვინძლებს თუ არა და უფლის მადლი. ქრისტე იმძლებს, თორე ვინ არის მისი გადამტანი და თავითვისი ვინ არის ისი შემძლებელი, ვერ არის. მიტოვებულები ჩვენ არ ვართ. ამისათვის პირიქით უფალი გვავალდებულებს. ჩვენ კი არ დაგოქა სამყარო და წავიდა სადღაც და მიგვატოვა. არა, იგი ყოველგან არის, ყოველზე რაღაცას ჩვენთან არის და ჩვენ შორის არის. ამიტომ გვავალდებულებს ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ. ითხოვდეთ რომ ებზიებდეთ და მხოლოდ ირეკდეთ და განგებოთ და გზახსნილიო. ნუ იფიქრებთ იმას რომ თქვენ მიტოვებულები ხართ, რაღაცა მიგდებულები ხართ. როგორც არის გარკვეული ფილოსოფიური მიმდინარეობა და რელიგიური შრომები. არა, ადამიანი მიგდებულ მიტოვებული. არც სულიერად, არც ემოციონალურად და არც ფიზიკურად. არანაირად. წინამორბედი შემთხვევაში მიტოვებული ადამიანი განადგურებული იქნება. რატო ხდება ამდენი ვარდობები? თითქოს გონია რომ ბოროტება მცირე ინტერვალზე იმარჯვებს. ესეც უტოპიაა. ბოროტება ცოტა ხანი მუშაობს. ძალიან ცოტა ხანი და ილუზიას გიქმნის მისი გამარჯვების. ხალათი, ორპირობა, დაღლითობა, ბოროტება, გულის შექცევა, ამბივალენტური საქციელი, ყოველივე ისაც იწოდება ნეგატივად. მაგრამ თუ ჩვენ ამ ყველა ბრძოლაში სულიერ სიძლიერეს და სულიერ წონასწორობას ვინარჩუნებთ, თქვენ უფრო ძლიერდებით, როგორც ქარში ხე, რომელიც იხება, მაგრამ ფესვებს იმაგრებს, თუ იგი გამყარი და გამოფიტული არ არის. არადა ჩვენში, როგორც ნედლ ორგანიზმში, მადლი დარბილები ნედლ ორგანიზმში უამრავი მადლი ცირკულირებს, რაც ჩვენ არ აგვაზროს გამოფიტვის რისკ ფაქტორს და ამიტომ არ დავიფსურებთ და რაც ხანხალებს და რაც იხება, ყველაფერი არ იქცევა.
ყველაფერი არის პირი, უფრო მეტ ძალას სიმძიმის ცენტრს ინარჩუნებს და უფრო მეტად ძლიერდება. ეს არის ერთადერთი გზა: ლოდინი, ლოცვა, მოთმინება, მადლობა, უწყვეტი ლოცვა და სიხარული. მადლობა, ცოტათიც დაკმარით, რაც გვაქვს იმით დაკმაყოფილება, მადლობა. დიდარი ის კი არ არის, ვისაც ბევრი აქვს. დიდარი არის ის, ვინც იმითი რაც ღმერთმა მისცა, პური მისი არსობისა, იმითი მაყოფილია და მადლიერია ღვთისა და არა უმადურია. შეიძლება ძალიან ბევრი რამე კონდეს, მაგრამ უმადური იყოს მაინც და კიდევ უფრო მეტი რამ უნდადეს, რაც გაუთავებელია. დიდარი ის არის, ვისაც აქვს ის რაც ღმერთმა მისცა. შეიძლება მეტის რაღაცა უნდადეს და მიეცემა, რაც საჭიროა. ადამიანი იმაზე მეტი ყოველთვის მიეცემა, რაც მას სჭირდება. იქ ცხოველი არ არის, რომ მარტო რაც სჭირდება. ყოველთვის კი უფრო მეტი ეძება და რა თუ ადამიანს ის ხატებას და მსგავსებას, ხო? ვინ არის თქვენ შორის ვიწო, შვილცო, ქვის მაგივრად, პურის მაგივრად ქვას მიცემს და თევზის მაგივრად გვევს, ხო? ეს თქვენი ციტოთი, ცოდინებო. იმან არის ის, ვინც შექმნა ეცაში, ვინც ყოვლის მხედველია, მამამ და სულიწმიდან, რა თქმა უნდა, ეს მინიშნებულა პირდაპირ სახარებაში. ანუ ჩვენი სულიერი მდგომარეობა ეს არის გადარჩენის პროცესში მყოფი მდგომარეობა. გადარჩენის პროცესშია და უნდა გავუკვირდეთ ჩვენ. ადამიანი არ არის ის არსება, რომლის ხვედრი არის ყველაფერი იცოდეს, არაფერი არ ეშლებოდეს და დაუცემელი იყოს. არ არის ადამიანი ესეთი არსება. არ არის ესეთი ადამიანი, ვინც ყოვლის მცოდნე იყოს, არაორნაირი შეცდომა არ ჩადის არიდანს და არანაირი ცოდვას, მაგრამ გამოსწორებადი, მონანული, განვითარებადი არსებაა, რომელიც ყოველთვის უფრო მეტს გაიგებს, უფრო მეტ დონეზე ავა, იმის მერე კიდევ უფრო მეტი დონე იქნება, ვიდრე მას გონია, თუ კი მოინდომებს და თუ კი ღვთის წყალობით და ღვთის ძალით ისარგებლებს და წაღმა იღებს. რასაც ყველას გისურვებთ, რომ მინდა დავუშვოთ ყოველგვარი ნეგატივი თქმა გაშოროთ და რაც იქნება ბრძოლები და რასაც ჩავარდებით ბრძოლაში მოვინანიოთ, ყოველივე ვთქვათ ნეგატივი ხილული და უხილავი რაც შემოდის გარკვეული პედაგოგიკა, ესეც ამაზეც მადლობდეთ ღმერთს, შვიდაწყნარად ვირავთ ქრისტეს გზით სახელით, რაც დავაშავეთ, შევინანოთ, მოვინანიოთ და მადლობა შევწიროთ უფალს და სიხარულში იყავით, სახარება სიხარულია, რატომაც არა, ქრისტიანი რატომ უნდა იყოს მხიარული, უნდა იყოს სულიად მხიარული, სულიერად მხიარული უნდა იყოს და უნდა იყოს ნეტარი. და ეძიებდეს სიხარულს, ქრისტიანულ სიხარულსა და ნეტარებას, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობს იესოს ქრისტეს, იყო ჩვენ ყოველთა თანა.